გამარჯობათ. ვერ ვივიწყებ ბავშვობაში ნანახ ერთ სცენას. ქუჩაში მოდის დაახლოებით 25 წლის ახალგაზრდა ქალი. რაღაც უაზროდ მახინჯი. სახეზე ეტყობოდა ფსიქიური პრობლემები. სქელი წითელი პომადით, გაშლილი თმებით. ბავშვი ვიყავი, არ ვიცოდი რა მეფიქრა. თან მეცინებოდა, თან მეტირებოდა. ისე იქცეოდა, შემეშინდა. მაგრამ ყველაზე საშინელი რა იყო, როგორ აღიქვავდა ეს ადამიანი თავის თავს. ისე მოქმედებდა, ისე იქცეოდა, თითქოს იყო უგონიერესი და ულამაზესი. რაღაცა არაამქვეყნიური, თვალწარმტაცი მეფისასული. რატომ გიყვებით ამას? წამიყვანეს ზიარებაზე. ასაკოვანი ქალბატონი მიმტკიცებს, რომ არის კარგი ბებო. 15 წუთიანი საუბრის შემდეგ ირკვევა, რომ 30 მკვლელობით მიდის ღვთისმსამჟავროზე და რომლებიც არ მოკლა. უბრალოდ იმიტომ, რომ სიბერეში მოვლელი ჭირდებოდა. ისინიც დასაღუპად გაზარდა, იმათაც ცოდვა და ბოროტება ასწავლა. და კარგი ბებო კიდემ იმიტომ არის, რომ აი საზიზღარმა მეზობელმა იმან 40 მოკლა და იმას ჯობია. შემხვდა მამათმავალი. საათნახევრიანი საუბრის შემდეგ მიმტკიცებს, რომ არის კარგი ადამიანი. მე ვეკითხები, რატომ ფიქრობ ასე? რის საფუძველზე ამბობ ამას? ის მპასუხობს, მეო ქმარი მყავსო და აი ეს საზიზღარიო თავის მეგობარზე მიმეთითა. იმას ფული მიეცი და ნებისმიერს გაყვება. ისიც ფიქრობს, რომ ვიღაცა არის იმაზე უარესი. შემხვდა ადამიანი. მეუბნება, რომ ყოველდღიო ჩხუბი არ შემიძლიაო. დღე-გამოშვებით აწიოკებს თავის ოჯახს. და ვიღაცა ხო იქნება სადმე, ვინც ყოველდღე აწიოკებს. ხო და იმას ჯობია, ესე კი თვითონ არის კარგი ადამიანი. ადამა რო თავი გაიმართლა, ამის შემდეგ მთელი კაცობრიობა გადასული არის თავის მართლების რეჟიმში. ნებისმიერი შენიშვნა, ნებისმიერი მითითება, ჩვენი პირველი რეაგირება ეს არის თავის მართლება. რაც არ უნდა დავმახინჯდეთ, მაინც ლამაზები ვართ, რაც არ უნდა გავსულელდეთ, მაინც ჭკვიანები ვართ. რაც არ უნდა შევიშალოთ, მაინც ბრძენები ვართ. იმიტომ რომ სადღაც არის ვიღაცა, ვინც ჩვენზე უარესია. ვსვავთ, ვეწევით, ვიგინებით, ღალატობთ ღმერთსაც და ერთმანეთსაც. მზაკრობა ჩვენი სულისა და ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ვაბრკოლებთ, ვძარცვავთ და ვაუბედურებთ ერთმანეთს. ვამახინჯებთ საკუთარ შვილებს, ცოდვის, ბოროტების სწავლებით და მაინც კარგები ვართ. როგორ მივხვდეთ, მართლა ჭკვიანები, გონიერები და ლამაზები ვართ, თუ შეშლილები და მახინჯები. ჩვენი თავი უნდა შევაფასოთ სახარებით. ჩვენ თავს ვაფასებთ ხოლმე არასწორი კრიტერიუმებით. აი, გაფუჭებულ სასწორზე რომ რაიმე აწონო. თუ 2x2, ჯერა რომ არის 22. რა თქმა უნდა, ჩემ მათემატიკაში არეულობა იქნება. თუ ლოთებს გვერდით მიუჯდები და ყველაზე მეც დავლევ და ისინი მეტყვიან, რომ კარგი კაცი ხარო. ეს არ ნიშნავს, რომ მე კარგი ადამიანი ვარ. ეს ნიშნავს, რომ იმათზე ყველაზე უარესი ვარ. ადამიანი ღვთისა მიერ ფასდება სახარებით, ამ ქვეყნათაც და იმ ქვეყნათაც. ნებისმიერი სხვა მეთოდი, რითიც ჩვენ თავს შევაფასებთ, ეს იქნება არასწორი. თუ ჩვენ ღვთის სიტყვას ვემორჩილებით, სახარებით ვცხოვრობთ, ესე იგი ჩვენ მართლაც კარგი ადამიანები ვართ. თუ არა, მაშინ საჭიროა სასწრაფო ცვლილებები. თუ ღმერთმა არ დააჭკვიანა და არ გაალამაზა ადამიანი, ნებისმიერი ჩვენი მცდელობა საკუთარი თავი გამოვაცხადოთ ლამაზებად, ჭკვიანებად, ეს იქნება უბრალოდ საკუთარი თავის მოტყუება.
წმინდანებს უთქვიათ ასეთი რამ: ღვთის მადლიო მოქმედებს ღვთის მცნებებში. ანუ პრინციპულად შეუძლებელია მადლის გარეშე, სამება ღმერთის ენერგიის გარეშე ადამიანის დაჭკვიანება, გონიერი ადამიანის ჩამოყალიბება ან გალამაზება. მადლის გარეშე შეუძლებელია რაიმენაირი სიკეთე, მათ შორის კარგი ადამიანობაც. იქნება მხოლოდ იმიტაცია კარგი ადამიანობისა. როგორც აი სხვისი სიბრძნის თუთი ყუშივით გამეორება, ეს არის სიბრძნის იმიტაცია. როგორც კოსმეტიკა არის სილამაზის იმიტაცია. ასევე ჩვენი კარგი ადამიანობა ღვთისა გარეშე ეს იქნება იმიტაცია კარგი ადამიანობისა. ოღონდ ეს ნიღაბი მაშინვე ჩამოშორდება ადამიანს, როგორც კი ღვთისგან მიცემული დრო ამოიწურება, ეს მაშინვე ჩამოვარდება. ასეთ კარგ ადამიანებთან ბოლოს მიდიან ხოლმე ვიღაცა შავი კაცები და ცემით და გვემით მიყავთ იმ ქვეყანაზე. უფალი რომ მოვიდა, მისი პირველი სიტყვა იყო მოინანიეთ. მოვინანიოთ ჩვენი არასწორი ცხოვრება. უნდა ვისწავლოთ სახარება. გვინდა არ გვინდა, მოგწონს არ მოგწონს, ჩვენ თავს უნდა დავაძალოთ, რომ გავაკეთოთ ის, რაც წერია იქ. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რას გვასწავლიან სკოლაში, რას გვასწავლიან საკუთარ ოჯახში. ნოლზე ნაკლები მნიშვნელობა აქვს, რა ვისწავლეთ ჩვენი მშობლებისგან, თუ ეს ეწინააღმდეგება სახარებას. სახარების მცნებები მოგვიტანს კარგ ადამიანობას. მერთმა გაგახაროთ.